გამარჯობა. დღეს გვაქვს ერთი, საკმაოდ მწვავე და ალბათ პროვოკაციულიც კი ზეპირი მსჯელობა. დიახ. ეს არის ერთი ადამიანის ხედვა იმაზე, თუ რა ხდება თანამედროვე საქართველოში, პოლიტიკა, საზოგადოება და განსაკუთრებით რელიგიის როლი ამ ყველაფერში. ხო, წყარო ნამდვილად სავსეა კრიტიკით, თან ძლიერი შეფასებებით და ცვლილებების აუცილებლობაზეც საუბრობს, თან საკმაოდ რადიკალურად. კი ბატონო. ჩვენი ამოცანა აი ამ მსჯელობის შიგნით, რა ქვია, ლოგიკა და ძირითადი არგუმენტები გამოვკვეთოთ, თქვენთვის გავაანალიზოთ. აჰა. ავტორი ხატავს სურათს, რასაც ის საზოგადოებრივ სტაგნაციად ხედავს. ძალიან კრიტიკულია, არსებული რელიგიური და პოლიტიკური სტრუქტურების მიმართ. და მთავარი მოწოდება რა არის? მთავარი მოწოდება, ასე თქვათ, ერთგვარი დაბრუნება. დაბრუნება იმასთან, რასაც ის აღიქვამს ცოცხალ აწმყოზე ორიენტირებულ რწმენად. საინტერესოა. ხო და ვნახოთ აბა, რამდენად დამაჯერებელია ეს დაკვირვებები და სადამდე მივყავართ ამ წყაროს. გავიწყოთ მაშინ ამ სტაგნაციის განცდით. წყარო პირდაპირ ახსენებს პოლიტიკურ ჩაკეტილ წრეს, ხო? ლათინურ ტერმინსაც ამბობს, circulus viciosus. დიახ, მანკიერი წრე. ხო, და ამბობს, რომ ფორმალურად, 200-მდე პარტიაც კი იყო რეგისტრირებულიო, მაგრამ რეალურად სულ ერთი და იგივე სახეები არიან. ახალი არაფერი ხდება. ზუსტად. ეს მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალია მისი აზრით, თუ? არა, ბევრად უფრო ღრმად მიდის. მარტო პოლიტიკურ ელიტაზე არ საუბრობს, ზოგადად საზოგადოების მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. აჰა, იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ჰიპნოზი, პასიურობა. ციტატა რომ მოვიყვანოთ, ამბობს, ხალხი მოტყუებულია, რაღაცა გიპნოზი აქვს მოსახლეობას. პრობლემა სისტემურია. კი, სისტემურია და ეს პასიურობა, მისი აზრით, კვევავს სწორედ იმ მანკიერ წრეს პოლიტიკაში. გასაგებია. და აქედან მოდის მისი მთავარი თეზა. ყველაფრის ფუნდამენტური გადაფასება საჭირო. და საიდან იწყება ეს? ესა საინტერესო პირველ რიგში რელიგიიდან. რელიგიიდან. დიახ, პირდაპირ ამბობს. სრული გადაფასება უნდა მოხდეს ქართული ყველა სფეროსი. ეს რელიგიური იქნება პირველ რიგში. თითქოს სათავე აქ არის რა. ესე იგი, პოლიტიკური სტაგნაციის ანალიზი პირდაპირ რელიგიის კრიტიკაზე გადადის. და ეს კრიტიკა, როგორც ჩანს, საკმაოდ მკაცრია, ხო? კი, საკმაოდ. რა არის მთავარი პრობლემა, რასაც ხედავს არსებულ რელიგიურ პრაქტიკაში? მთავარი პრობლემა ამ წყაროს მიხედვით არის დაშორება იმისგან, რასაც ის ცოცხალ რწმენას ეძახის. ხაზგასმით აკრიტიკებს მამაპაპების რწმენაზე დამოკიდებულებას. ციტატა აქვს ასეთი: "აწყპო ცხოვრებით არ ცხოვრობს ქართველმა. რელიგია კიდე აბსოლუტურად წარსულის რწმენა არის. მამაპაპების რწმენა. წარსულის რწმენით შენ ვერ იცხოვრებ." აქცენტი იმაზეა, რომ რწმენა გადაიქცა რაღაც ისტორიული ფიგურების თაყვანისცემად. მაგალითად, წმინდა გიორგის ახსენებს. გიორგი და ვიღაცეები იყვნენ და იმას თაყვანისცემენ. ნაცვლად იმისა, რომ იყოს აქტიური აწყოპოში მოქმედი მორალური და სულიერი კომპასი. რაღაც ეგეთი. და საინტერესო პარალელსავლებს ევროპასთან, არა? თითქოს იქ მსგავსი რამ დაძლიესო. დიახ, ავტორი ამტკიცებს, რომ ევროპაში საზოგადოებამ კრიტიკულად შეაფასა სამღდელოება. ამბობს, ევროპამ დააყენა ეს საკითხი, ეს სამღდელომა გვატყუებს თუ არ გვატყუებს. და ეს პროცესი მისი აზრით რაღაცნაირად გააჯანსაღა საზოგადოება, იმიტომ რომ რაღაც ფილტრაცია მოხდა. და ამას უპირისპირებს ქართულ რეალობას. კი, უპირისპირებს ქართულ რეალობას, სადაც მისი დაკვირვებით მეცნიერებიც კი ერიდებიან ეკლესიის კრიტიკულ შესწავლას. რატომღაც ჩვენი მეცნიერები რელიგიასთან რაღაცა ისე არიანო, ამბობს. გასაგებია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ამბობს, რომ გარეგნულად ქრისტიანული ტერმინოლოგია არისო, მაგრამ შინაარსი სულ სხვაა შეტანილი. შინაარსი შეცვლილია. ქრისტიანული ტერმინები არის და შინაარსი არის შეტანილი სულ სხვა. კონკრეტულად რა სხვა შინაარსეზეა საუბარი, არ შლის დეტალურად, მაგრამ კონტექსტიდან ჩანს, რომ ალბათ რაღაც ნაციონალისტურ ან ფორმალურ რიტუალურ ასპექტებს გულისხმობს.
ესე იგი, კრიტიკა მიმართული არ არის წმენის როგორც ფენომენის, არამედ მისი დღევანდელი ფორმების და შინაარსის წინააღმდეგ. ზუსტად. მაგრამ ამავე დროს ათეიზმიც არ არის გამოსავალი მისთვის, ხო? ნამდვილად არა. აქ საინტერესო ორმაგი კრიტიკაა. ერთის მხრივ აკრიტიკებს იმას, რასაც დასავლურ აკადემიურ ათეიზმს ეძახის, მაგალითად მოყავს რიჩარდ დოკინსი. ამბობს, რომ ადვილია იყო ათეისტი ინგლისში, რომელიც ფუნდამენტალურად არაათეისტურ პრინციპებზეა აგებული. დოკინსი ინგლისში ცხოვრობდა, ათეისტობ, რა მაგარია რა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობა არაათეისტურ სახელმწიფოში. და მეორე მხრივ ახსენებს საბჭოთა კავშირის მაგალითს, როგორც პრაქტიკაში განხორციელებული ათეისტური სახელმწიფოს მოდელს და მის კრახს. და დასკვნა აქვს ასეთი: ცხოვრებას ათეისტური პოზიციებით ვერ მოვაწყობთ. მას თუ არც არსებული რელიგიური ფორმებია კარგი და არც ათეიზმია გამოსავალი, რას გვთავაზობს ეს წყარო? სად არის სამართლიანი საზოგადოების საფუძველი? პასუხი ისევ ქრისტიანობაა. ოღონდ მისი სპეციფიკური, აწმყოზე ორიენტირებული ინტერპრეტაციით. როგორ? ქრისტიანული მსოფლმხედველობა, რომელიც ამბობს, რომ აქ ცხოვრება დროებით არის და არსებობს მარადიული პერსპექტივა, ეს ქმნის ერთადერთ მყარ მორალურ საფუძველს. ანუ მორალის საფუძველი. კი, მაგალითად სვამს კითხოს, რატომ არ უნდა მოიპარო. პასუხი მისი აზრით სწორედ ამ მარადიულ პერსპექტივაშია. რატომ არ შეიძლება, რომ ამ ცხოვრების გარდა არის ცხოვრება, გაგრძელდება ეს მარადისობაში და იქ მოგეკითხება. ანუ ღვთისმსახურების შიში, როგორც მორალის გარანტი. და ამის პრაქტიკულ მაგალითად, ეს ისტორიულად ცოტა საკამათოა, მაგრამ მოყავს ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც მისი თქმით ათმცნებაზეა დაფუძნებული. ამ იდეის გასამყარებლად ხო ბიბლიურ ისტორიასაც იყენებს აქტიურად დავითი სოლომონი. რა ფუნქცია აქვს ამ ისტორიულ ექსკურსს მის არგუმენტებში? ეს ფიგურები მისთვის ერთგვარი არქეტიპებია. ანუ აჩვენებენ სწორ და არასწორ მიდგომას სახელმწიფოს მართვის და რწმენის მიმართ. დავითი არის იდეალური მმართველი. ეტალონი, როგორც ამბობს. კი, ეტალონი, რომელიც აწმოში ქმნის სახელმწიფოს ღვთისკარნახით მოქმედებს. აქტიურია, მოქმედებს აწმოში. და სოლომონი. სოლომონი უპირისპირდება. წყაროს ინტერპრეტაციით სოლომონის პრობლემა ის იყო, რომ სახლი აშენებული დახვდა. ანუ მზა სახელმწიფო მიიღო. მემკვიდრეობით. დიახ. და ამის მერე დაიწყო გართობა. საკუთარ სიამოვნებებზე ზრუნვა და ღმერთი დაივიწყა. რამაც საბოლოოდ სახელმწიფოს ნგრევა დაიწყო. და ეს ნგრევა გრძელდება მერეც, ხო, მის მემკვიდრეებთან. წყარო საკმაოდ დეტალურად ჩერდება ამაზე. კი. ეს ხაზი გრძელდება. სოლომონის შვილი რობოამი თავისი უტვინო პოლიტიკით და ურწმუნოებით იწვევს სამეფოს გახლეჩას. შემდეგ კი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩრდილოეთ ისრაელის სამეფოს ისტორიას. მისი დაცემის მიზეზად ასახელებს პირველი მეფის იერობოამის მიერ ღმერთის უარყოფას და ცრუ რელიგიის დაარსებას. პოლიტიკური მიზნებით. აარსებს იმ რელიგიას, რომელიც კატეგორიულად იკრძალებოდა, რათა პოლიტიკური კონტროლი შეენარჩუნებინა. ამას მოჰყვა მუდმივი არასტაბილურობა, მკვლელობები, გადატრიალებები. მიუხედავად წინასწარმეტყველების გაფრთხილებებისა. კი, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველები ახსენებს ამოს, ოსიას, ილიას, ელისას სულ აფრთხილდნენ ხალხს და მეფეებს. ეს მთელი ისტორია მტყაროსთვის იმის დემონსტრირებაა, თუ რა მოსდის საზოგადოებას, როცა ლიდერები და ხალხი ღვთის პრინციპებს ხალატობენ. ანუ ეს პირდაპირი გაფრთხილებაა დღევანდელობისთვისაც. კი, ზუსტად. მისი აზრით ეს დღესაც აქტუალურია. ესე იგი, ისტორიული მაგალითები ისევ და ისევ აწმოსთან კავშირში განიხილება. და აქ ვუბრუნდებით იმ ცენტრალურ თემას, რომელიც სულ ჩანს ამ მსჯელობაში, აწმოს მნიშვნელობა. ძალიან კრიტიკულია ცნობილ ფრაზის მიმართ, აწმო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია. რატომ? იმიტომ რომ მისი აზრით ეს ფრაზა არის ერთგვარი თავის დამშვიდება და პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ის ამბობს, რომ ადამიანს უნდა კარგად ცხოვრება ახლა, არა ოდესღაც მომავალში. მე ამ წუთში მინდა მოვესწრო ამას. კი, ზუსტად. და ამის საილუსტრაციოდ სახლის მშენებლობის ანალოგია მოყავს, ძალიან თვალსაჩინო. ადამიანი 10 წლების განმავლობაში აშენებს სახლს, თხელ ცხოვრებას ხარჯავს და ბოლოს შეიძლება ვერც მოასწროს შიგნით ცხოვრება. დაიწყე სახლის შენებლო, ვაშენებ, 50 წელი ვაშენებ.
უცებ მოვკვდი. მე ვერ ვიცხოვრებ არ არის სისულელე. ხო, ეს არის პირდაპირი კრიტიკა იმ პოლიტიკური რიტორიკის, რომელიც სულ მომავალ გაბრწყინებს გვპირდება, მაგრამ რეალურად აწყმოში არაფერს ცვლის. და ეს პოლიტიკური რიტორიკა ალბათ ეხმიანება იმ რელიგიურ მიდგომასაც, რომელიც წარსულზეა ორიენტირებული, წყაროს მიხედვით. ზუსტად. ავტორი ამ ორ რამეს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი თქმით, ყველაფერი ან მომავალშია გაგაგდებული და ან წარსულში. აწმყოს ცხოვრება კიდე არის ინსტინქტური. ანუ რეალური ღირებულებებზე დაფუძნებული ცხოვრება აწყოში არ ხდება. კი. ის ისევ ბიბლიას იშველიებს და ამბობს, რომ ღირსეული ცხოვრება ახლავეა შესაძლებელი. ბიბლია გვეუბნება შესაძლებელია. ეს არის მოწოდება აწმყოში მოქმედებისკენ. პოლიტიკურ დონეზეც და სულიერზეც. ამ ზოგადი კრიტიკის ფონზე წყარო მერე კიდევ უფრო ამწვავებს ტონს, როდესაც კონკრეტულ ქართულ ინსტიტუტებს ეხება. აქ ძალიან მძიმე შეფასებებია განსაკუთრებით ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. დიახ, აქ უკვე კრიტიკა პიკს აღწევს. პირდაპირ საუბრობს სასულიერო და საერო ძალაუფლების, სავარაუდო გარიგებაზე ხალხის მოსატყუებლად. ტერმინებსაც იყენებს კლერიკალები და სეკულარები. კი, და ამბობს, ესენი ერთმანეთთან თანამშრომლები და ორივე ხალხს ატყუებს. ასევე ძალიან მწვავედ აკრიტიკებს სიმდიდრის უსამართლო განაწილებას. იგავიც მოჰყავს მამასა და შვილებზე. დიახ, მდიდარ მამაზე, რომელიც კვდება და უფროსი შვილი მთელ ქონებას უსამართლოდ იღებს, უმცროსებს არაფერს უტოვებს. და პირდაპირ ამბობს, ზურტად ეს ვითარებაა დღეს საქართველოში. მონასტრებზეც ძალიან ნეგატიურად საუბრობს. კი, ახასიათებს როგორც უსაქმურების თავშესაფარს. ციტატა: მუქთა ხორების თავსაყარი, რელიგიური ბანაკები. ეს ძალიან რადიკალური შეფასებებია, რა თქმა უნდა. და არანაკლებ კრიტიკულია ინტელიგენციისა და მეცნიერების მიმართაც. მათ დუმილში ან ლოიალობაში სდებს ბრალს, ხომ? კი. რატომ? რა мотиваციას ხედავს ამის უკან? ავტორის ანალიზით, ეს ლოიალობა ან დუმილი ეკლესიის მიმართ გამომდინარეობს იქიდან, რომ ეკლესია დღეს მისი აზრით ასრულებს არა იმდენად ცოცხალი რწმენის ქადაგების ფუნქციას, რამდენადაც ქართული ისტორიის და ნაციონალიზმის, ქართველობის შენარჩუნების როლს. ანუ ისტორიის და ქართველობის ქადაგება და არა რწმენის. მართლმადიდებლობის მოვალეობა არ არის ცოცხალი ღმართის ქადაგება. ეგ საქართველოს ისტორიის მქადაგებელია, ქართველობის. რატომ არიან ლოიალურად ინტელიგენტები? ამ ლოგიკით ეკლესიის კრიტიკა თითქმის სამშობლოს ღალატი გამოდის. და ამიტომაც ერიდებიან. გასაგებია ლოგიკა. და ამ ფონზე პოლიტიკოსებიც იყენებენ რელიგიურ ფაქტორს, ხომ ამბობს? დიახ, წყარო ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსები ამ სიტუაციას, ცინიკურად იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის, განსაკუთრებით ხმების მოსაპოვებლად. კონკრეტული მაგალითის მოჰყავს. კი, ირმა ინაშვილის შემთხვევა, რომელსაც ავტორის თქმით, არჩევნების წინ ცდილობდა კეთილგანწყობა მოეპოვებინა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფთან. ეს წარმოჩენილია როგორც რელიგიური გრძნობებით მანიპულირების მცდელობა. ანუ ეს ყველაფერი ერთ სურათში ერთიანდება. კი. ერთ სურათში, რომელსაც ავტორი ხატავს ინსტიტუტების კრიზისი, სადაც რწმენის ნამდვილი შინაარსი დაკარგულია და ის ჩანაცვლებულია ან ნაციონალურისტური იდეოლოგიით, ან პოლიტიკური მანიპულაციით. მაშასე, მოდი შევაჯამოთ. ჩვენ განვიხილეთ ერთი საკმაოდ კრიტიკური და, მრავალშრიანი პერსპექტივა თანამედროვე საქართველოზე. დიახ. ამ ზეპირი მსჯელობის ავტორი გამოხატავს ღრმა უკმაყოფილებას არსებული მდგომარეობით, პოლიტიკით, საზოგადოების პასიურობით, ინსტიტუტების მუშაობით. ხო, თითქმის ყველაფრით. და ამ პრობლემების სათავეს ხედავს დაშორებაში იმისგან, რასაც ის ჭეშმარიტ, აქტიურ, აწმყოზე ორიენტირებულ ქრისტიანულ რწმენად თulis. კი ბატონო, კრიტიკის ქვეშ ექცევა ყველა: საერო ხელისუფლება, სასულიერო პირები, ინტელიგენცია და ზოგადად საზოგადოების მიდგომაც წარსულისა და მომავლის მიმართ. ნამდვილად. არსებითად ეს არის მოწოდება ფუნდამენტური გადაფასებისკენ და აწმყოში პასუხისგებლობის აღებისკენ. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ერთი დამაფიქრებელი კითხვა თქვენთვის, მსმენელისთვის, რომელიც ამ წყაროს ანალიზიდან მოდის.
თუ დაუშვებთ, რომ ავტორის მიერ აღწერილი ეს ინსტიტუციური კრიზისი და ჭეშმარიტი რწმენისგან დაშორება რეალური პრობლემებია, რა კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ინდივიდს არ საზოგადოებრივ ჯგუფს? რომ ხელი შეუწყოს ამ აწმყოზე ფოკუსირებული, ღირსეული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და რეალურ ცვლილებებს. კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამკვიდრებული სტრუქტურები, ამ წყაროს მიხედვით, უცვლელი, კორუმპირებული ან უბრალოდ არაეფექტური ჩანს. რთული კითხვა. და კიდევ ერთი უფრო ფილოსოფიური დილემა, რომელიც წყაროში იკვეთება. როგორ შეიძლება შევათავსოთ ერთი მხრივ იდეა ღმერთის აბსოლუტურ კონტროლზე, აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს იცი ღმერთი და მეორე მხრივ ადამიანის პირადი პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქმედების ის გადაუდებელი აუცილებლობა. პასუხისმგებლობა შენ იღებ. ზუსტად, ეს აუცილებლობა, რაზეც ეს წყარო ასეთი სიმძაფრით გველაპარაკება. ამ კითხვებზე ფიქრი, ვფიქრობ, საინტერესო იქნება თქვენთვის.